ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 წელი ამოცანა ნომერი 29. განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ ABC-A პროცესში შესრულებული მუშაობა. ესე იგი, მოცემული გვაქვს ABC-A პროცესი და გვეკითხებიან თლიან ჯამურ მუშაობას ამ პროცესის განმავლობაში. ახლა, ჯამური მუშაობა რო გავიგოთ, მოდით გამოვითვალოთ აჯამური იქნება მუშაობის AB პროცესში, მუშაობა AB პროცესში, დამატებული მუშაობის BC პროცესში და ამას დამატებული მუშაობის C პროცესში. ახლა, მოდით შევხედოთ რა იქნება მუშაობა, ცალკე დავწეროთ მუშაობა AB პროცესში. ახლა, როგორც ვიცით, თერმოდინამიკაში მუშაობა განიმარტება შემდეგი სახით: E დელტა V. თუმცა ეს ფორმულა სამართლიანია თუ S დამოკიდებულებას V-ზე აქვს მუდმივი გრაფიკის ხასიათი. თუმცა როგორც ხედავთ, AB პროცესში S-ზე დამოკიდებულება არის წრფივი. შესაბამისად, აქ დაგვჭირდება საშუალო წნევის გამოთვლა და რა გვექნება? ეს საშუალო იქნება საშუალო არითმეტიკული P-ას დამატებული PB შეფარდებული ორთან გამრავლებული დელტა V-ზე. დელტა V კიდე არის მოცულობა B წერტილში გამოკლებული მოცულობის ცვლილება, ესე იგი, მოცულობა B წერტილში გამოკლებული მოცულობა A წერტილში. ახლა, როგორც ნახაზიდან ხედავთ, წნევა A წერტილი B წერტილში, უბრალოდ მოდი ჯერ A-ში ვნახოთ. წნევა A წერტილში არის 6 სტოლი, ანუ P-ა იქნება 6 დამატებული წნევა B წერტილში არის 2 სტოლი. ეს გაყოფილი 2-ზე გამრავლებული VB-ს მინუს V-ა. რა იქნება ახლა ეს? V მოცულობა B წერტილში ამ გრაფიკიდან ხედავთ, რომ არის 1 მინუს A წერტილში მოცულობის, რომელიც სტოლია ნახაზიდან 4-ის. ანუ ეს სტოლი გამოგვივა 6 + 2 8, რა ყოფილი 2-ზე 4, 4 გამრავლებული მინუს 3-ზე. ეს უდრის. ახლა, სანამ პასუხს დავწერთ, დავაკვირდეთ, რომ წნევა Y ღერძზე გადაზომილია მეგაპასკალებში, ხოლო მოცულობა ლიტრებში. ამიტომ მოდი ჯერ რის ტოლი არის 1 მეგაპასკალი, ეგ გავარკვიოთ. 1 მეგაპასკალი ტოლი არის 10 ხარისხად 6 პასკალის, ხოლო 1 ლიტრი C ერთეულებში ტოლი არის 10 ხარისხად მინუს 3 მეტრ კუბის. ანუ 4 რადგანაც S ერთეულებში უნდა გამოვსახოთ, 4 მეგაპასკალი, აქ გვექნება 4 მეგაპასკალი, შესაბამისად 4 უნდა გავამრავლოთ ჩვენ 10 ხარისხად 6-ზე. ეს კიდე გამრავლებული მინუს 3-ჯერ, ეს რადგან ლიტრებში არის გადაზომილი, 10 ხარისხად მინუს 3-ზე. 4 ჯერ მინუს 3 მოგცემს მინუს 12-ს და 10 ხარისხად 6-ჯერ 10 ხარისხად მინუს 3 არის 10 კუბში. ეს იქნება 10 კუბში ამდენი ჯოული. ეს კიდე ტოლი იქნება მინუს 12 კილოჯოულის. ესე იგი, მოდით ცალკე დავწეროთ, რა მივიღეთ პირველ შემთხვევაში AB პროცესში, მუშაობა AB პროცესში გამოგვივიდა მინუს 12 კილოჯოულის. ახლა მოდით გადავიდეთ უკვე BC პროცესზე. მუშაობა BC პროცესში ტოლი იქნება, რადგანაც წნევის მოცულობაზე დამოკიდებულება PC პროცესში მუდმივია, პროცესი არის იზობარული, P მუდმივია და 2 სტოლი არის, პირდაპირ იქნება P დელტა V სტოლი, P არის B-ში 2 და C-შიც 2, ამიტომ P-ს მაგალითად შეიძლება დავწეროთ 2 გამრავლებული დელტა V-ზე. დელტა V იქნება VC-ს მინუს VB, ტოლი იქნება 2 გამრავლებული VC-ს მინუს VB იქნება 4-ს მინუს 1, რადგან VC-ში 4-ია, B-ში 1, 4-ს მინუს 1, ანუ 3-ზე. ეს კი ტოლი გამოგვივა 6 კილოჯოულის. ანუ მეორე შემთხვევაში, მეორე BC პროცესის დროს მუშაობა BC-ში ტოლი გამოგვივიდა 6 კილოჯოულის. ახლა რა შეიძლება მესამე შემთხვევას?
ახლა მუშაობა ლისტოლი იქნება C-ა პროცესში. ახაც ანალოგიურად უნდა დავწეროთ P გამრავლებული დელტა V-ზე და თუ დავაკვირდებით დელტა V ლისტოლი არის აქ P გამრავლებული დელტა V იქნება V-ას მინუს VC. ეხლა მოცულობა როგორც A წერტილში, ისე C წერტილში ერთმანეთის ტოლი არის. ანუ V და VC თუ ერთმანეთის ტოლი არის, მაშინ V-ას მინუს VC ნულის ტოლი იქნება და P ჯერ 0 გამოგვივა ნულის ტოლი. ნუ პირდაპირად შეგვიძლია გვეთქვა, რადგანაც C-ა პროცესში მოცულობის ცვლილება არ გვაქვს. პროცესი იზოქორული არის, შესაბამისად ამ პროცესში მუშაობა არ სრულდება. წნევის არც გაფართოება ხდება, არც შეკუმშვა და ნუ პრინციპში ბუნებრივიც არის, თუ არც გაფართოება ხდება და არც შეკუმშვა, მუშაობა ამ შემთხვევაში გადაადგილებასთან და მოცულობის ზრდასთან რადგანაც არიან შეკუმშვასთან არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში ნულის ტოლი გამოგვდის. ანუ V-დან A-ში ტოლია ნულის. ხო, რაც შეეხება ჯამურს, როგორც ნახეთ, V-AB პროცესში გამოვიდა -12 კილოჯოულის, ამას დაემატა B-დან C-ში 6 კილოჯოული და კიდე დაემატა 0. ეს გამოგვივიდა -6 კილოჯოული. ნუ პრინციპში პასუხი ჩვენ უკვე მივიღეთ, მაგრამ ამდენი რო არ გვეწერა, მოდით დავაკვირდეთ თვითონ გრაფიკს. ახლა აი აქ რო დავაკვირდეთ, აი ამ გამოსახულებას. აქ ჩვენ რა გვაქვს? PA, აი რო შევხედოთ, აი ამ გრაფიკს, როგორც ხედავთ, მოცემული გვაქვს მართკუთხა ტრაპეცია, რომლის PA რა იქნება? PA, აი ეს PA, ტოლი არის 6-ის. ანუ ფუძე არის 6-ის ტოლი. შესაბამისად PB არის 2-ის და გაყოფილია 2-ზე. ესე იგი, რა გვაქვს ჩვენ მოცემული? ამ ტრაპეციის ფუძეების ნახევარჯამი. გამრავლებული არის V-ს მინუს V-ას მოდულს თუ ავიღებთ, გამოგვივა 3, ანუ აი სიმაღლეზე, აი სიმაღლეზე. ანუ რა გამოდის, რომ მუშაობა AB პროცესში ტოლი ყოფილა აი ფართობის, აი ტრაპეციის ფართობის. ოღონდ აღებული მინუს ნიშნით და ეს მინუს ნიშანი, მოდი დავაკვირდეთ რასთან არის დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ AB პროცესში მოცულობა მცირდება. ანუ იდეალური გაზი იკუმშება, რაც დაკავშირებული არის გალე ძალების მიერ შესრულებულ მუშაობასთან. ამიტომ, როდესაც საქმე გვაქვს მოცულობის შემცირებასთან, შეკუმშვასთან, მუშაობის ნიშანი გამოგვდის ყოველთვის უარყოფითი, ხოლო თუ პირიქით მაგალითად აი BC შემთხვევას რო განვიხილავთ, მოცულობა იზრდება, ამ შემთხვევაში მუშაობა ბოდიშით მუშაობა არა, მოცულობა თუ იზრდება, ამ შემთხვევაში შესაბამისი მუშაობა, აი ის მიერ შესრულებული მუშაობა გამოგვდის დადებითი. ანალოგიურად, ახლა აი ამ გრაფიკმა მოგცა ჩვენ უარყოფითი ნიშანი -12 ჯოული და ანალოგიურად ახლა თუ შევხედავთ BC პროცესში გვექნა მივიღებთ, აი შევხედოთ სად გვაქვს BC პროცესი 2 გამრავლებული არის 3-ზე, დელტა V-ზე. ეს კი არის გამოდის აი ეს 2 გამრავლებული აი ამ 3-ზე. ანუ ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობს ვიღებთ. ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ნიშანი დადებითი არის. ანუ თლიან ტრაპეციას კიდე, რომელიც მინუს ნიშნით არის, ემატება ამ მართკუთხედის და რა გრჩება საბოლოო ჯამში? საბოლოო ჯამში ვიღებთ აი ამ მართკუთხა სამკუთხედის მოცულობას, ფართობს, ვთქვათ, ფართობს თლიანი მუშაობისთვის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ამდენი სულაც არ გვეწერა და პირდაპირ ჩვენ თუ დავითვლიდით A-ჯამური ტოლი იქნებოდა ამ ABC, ну ეს იყოს A, B, C წერტილები დავარქვათ, მოდი. ფართობის სამკუთხედი ABC-სი. ABC-სი. ეს ტოლი იქნებოდა სიგრძე სიმაღლის ნამრავლის ნახევრის, ხო? ეს იქნებოდა 3 გამრავლებული 4-ის ნახევარი. ეს კი ტოლი არის 6 კილო ჯოულის. ოღონდ აქაც ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მინუს ნიშანი დაგჭირდება, რადგანაც პროცესის დროს ხდება მოცულობის შეკუმშვა. ამიტომ აქ მინუს ნიშანი აუცილებლად გასათვალისწინებელი არის. თუ
პირიქით იქნებოდა, ანუ ამ შემთხვევაში პროცესი მიდის A-დან B-მდე, შემდეგ B-დან C-მდე და შემდეგ C-დან A-ასკენ. თუ პროცესი იქნებოდა მაგალითად პირიქით, ანუ ჩვენ თუ გვექნებოდა აი ასეთი პროცესი, ამ შემთხვევაში საბოლოო ჯამში მოცულობა გაფართოვდებოდა, მოცულობა გაიზრდებოდა, მოცულობის ცვლილება დადებითი გამოგვივიდოდა. შესაბამისად, პასუხს მივიღებდით 6 კილოჯოულს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საბოლოო პასუხი A ჯამური პოლი გამოგვდის -6 კილოჯოულის. პასუხი B.